მოგესალმებით. Გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკის პირობებში ძლიერი სახელმწიფოები არ უნდა არსებობდნენ. ძლიერი სახელმწიფო იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, საკუთარ ინტერესებსა და იდენტობას. ყველაფერი ეს კი ხელს უშლის გლობალიზმისა და ნეოლიბერალიზმის პრინციპებს. ძლიერი სახელმწიფოები ხელს უშლიან არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, იგივე deep states და მის მიერ მართულ კორპორაციებს, გავლენების გაფართოებასა და გამდიდრებაში. ამიტომ სახელმწიფოები ისეთ დონეზე უნდა დასუსტდნენ, რომ გლობალისტურ ნეოლიბერალური პოლიტიკის გატარებისთვის ხელის შეშლა არ გამოუვიდეთ. სამაგიეროდ დარჩეთ ისეთი ზოგადი ფუნქციები, როგორიც არის ქვეყანაში წესრიგის კონტროლი, პოლიციისა და ჯარის ფუნქციონირება, ჯანდაცვის სისტემის არსებობა და ასე შემდეგ. მთლიანობაში გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური მოწყობის პირობებში სახელმწიფო და ხელისუფლება უნდა დაემსგავსოს მენეჯმენტის ჯგუფს, რომელიც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს. სწორედ ამას ვხედავთ დღეს ევროკავშირში, როცა deep state-ის მარიონეტებით არის დაკომპლექტებული ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროპოლის სტრუქტურები. ისინი აკეთებენ იმას, რაც deep state-ის ინტერესებში შედის. უკრაინაში მიმდინარე ომს კი აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმდენად რამდენადაც ომი ამ კორპორაციებისთვის ფულის კეთების ძალიან კარგი საშუალებაა. ამაზე მეტყველებს ის ინფორმაციები, რაც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მუდმივად ვრცელდებოდა და ვრცელდება, მაგრამ მედიაში, განსაკუთრებით ქართულ ოპოზიციურ მედიაში, ამაზე საერთოდ არ საუბრობენ. მაგალითისთვის უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტის ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრამდე გამოცემა პოლიტიკო წერდა, რომ ნატოში ზეწოლას ახდენენ იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შეუერთდნენ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ინიციატივას. ამ ინიციატივის ფარგლებში ევროპული ქვეყნები ყიდულობენ ამერიკულ შეიარაღებას, გადასცემენ ნატოს, ნატო კი უკრაინას გადასცემს. ასევე არ იყო შემთხვევითი, რომ ვაშინგტონში ჩასული ზელენსკი ტრამპთან შეხვედრამდე შტატების იარაღის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და უკრაინის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მიზნით შესაძლო თანამშრომლობაზე ესაუბრა. აქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ომის უკან დიდი კორპორაციები დგანან, რომლებიც იარაღს აწარმოებენ და უკრაინაში მიმდინარე ომი იდეალური საშუალებაა მოგების სანახავად. ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე კვირიანი მსჯელობა იმაზე, გადასცემდა თუ არა შტატები უკრაინას ტომაჰავკის ტიპის რაკეტებს, რომელთა მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია და რომელთა გამოყენება შტატების უშუალო ჩართულობის გარეშე უკრაინას არ შეუძლია. ამ დეტალს მიმდინარე ომში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. დღეს ყველასთვის ნათელია და არც კოლექტიურ დასავლეთში მალავენ იმას, რომ ბრიუსელი, ლონდონი და სხვა ქვეყნების სპეციალური სამსახურები უკრაინას უზიარებენ დაზვერვის ინფორმაციას და შემდეგ უკრაინა ახორციელებს დარტყმებს რუსეთის სიღრმეში. მაგრამ ერთია ინფორმაციის გაზიარება, მეორე კი უშუალოდ შტატების მიერ გადაცემული იარაღით დარტყმების განხორციელება. ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ ტომაჰავკის ტიპის რაკეტებს უკრაინა აღარ მიიღებს, ყოველი შემთხვევისთვის ახლო მომავალში მაინც. თუ გავიხსენებთ იმ ხმაურს, რომელიც გერმანიის კანცლერმა მერცმა გამოიწვია ტაურუსის ტიპის რაკეტებსა და იმაზე ლაპარაკით, რომ უკრაინას ამ რაკეტებს გადასცემდა, მაგრამ საბოლოოდ ტაურუსები უკრაინამ ვერ მიიღო, დიდი ალბათობით ზელენსკი ვერც ტომაჰავკებს მიიღებს. მით უმეტეს იმ ცივი დახვედრისა და არასერიოზული დამოკიდებულების შემდეგ, რაც თეთრ სახლში ზელენსკის ელოდა. ტრამპისგან აშკარა ირონია იყო შეკითხვა იმაზე, თუ რას ფიქრობდა ზელენსკი რუსეთსა და შტატებს შორის გვირაბის გაკეთებაზე, რომელიც ალასკასა და რუსეთის აღმოსავლეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. აშკარა დამოკიდებულების მანიშნებელი იყო ისიც, რომ მასპინძელმა სტუმარს პრესკონფერენციისთვის თეთრ სახლში ადგილი არ გამოუყო. არამედ თეთრი სახლის წინ, ქუჩის გადაღმა ხეების ქვეშ, პარკში მოუწია მედიასთან შეხვედრა. რაც შეეხება ბუდაპეშტის არჩევას რუსეთისა და შტატების პრეზიდენტების შესახვედრად, ეს ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის ისეთი დამცირებაა, რომ ამას ცივი შხაპიც აღარ ჰქვია. გამოდის, რომ ვაშინგტონმა უახლოესი მოკავშირის, ანუ ევროკავშირის ტერიტორიაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის არა ევროკავშირის დედაქალაქად წოდებული ბრიუსელი, არამედ ბრიუსელის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ბუდაპეშტი აირჩია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური წონა რამდენჯერმე გაიზარდა და კიდევ გაიზრდება. ურსულა ფონ დერ ლაიენი, მისი ევროკომისრები, ასევე მერცი, სტარმერი და მაკრონი სათადარიგოთა სკამზეს კი აღარ იხდებიან. ყველაზე დიდი დამცირება ბრიუსელისთვის კი ის არის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან იხდებიან ტრამპი და პუტინი. შუამავალი ორბანი იქნება, ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ადგილი კი ისევ არ იქნება ოთახში.
ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. Deep State-ის ევროპელი მარიონეტების მოპყრობით განებივრებული ზელენსკი შეერთებულ შტატებში ვიზიტებისას სულ უფრო დამიწებული ხდება ხოლმე. ყველაფერი აეროპორტში იწყება, სადაც მას საშუალო რანგის ვინმე ამერიკელი ჩინოვნიკი თუ დახვდება მაქსიმუმ, რაც მის რეალურ სოციალურ კაპიტალზე და მნიშვნელობაზე მეტყველებს შელამაზების გარეშე. გამონაკლისი არც ამჯერად ყოფილა. 17 ოქტომბერს ვაშინგტონში ჩასულ ზელენსკის ფართო მასებისთვის უცნობი ამერიკელი პოლიტიკოსი და საკუთარი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი დახვდა. აეროპორტიდან სახლში გადანაცვლებულ ზელენსკის იმედგაცრუება და რეალობისთვის თვალებში ჩახედვა ელოდებოდა. რეალობა კი უკრაინისთვის მძიმე და დამთრგუნველია. თეთრი სახლისკენ მიმავალ გზაზე 400 მილიონიან შეერთებულ შტატებში მას ორი ამერიკელი დემონსტრანტი დაახვედრეს პროუკრაინული ბანერებით. ამ ორ ამერიკელს ვაშინგტონში გზა არ გადაუკეტავს რუსთაველზე გამოსული რადიკალებისგან განსხვავებით. იქაური პოლიციის ხისტი სტანდარტები ყველასთვის კარგად ცნობილია. თეთრ სახლში კი უკრაინის მცირე იმედები მომენტალურად ჰაერში აორთქლდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ტრამპი ლიბერალი იდეალისტებისგან განსხვავებით არ აპირებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მტყვან მართლის ძიებას და უკრაინის დახმარებას. მან ეს ცხადად თქვა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბის გარეშე და პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარზეც მოყვა. მე მგონია, რომ პრეზიდენტ პუტინს ომის დასრულება სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამას არ ვიტყოდი. მე მგონია, რომ მას ომის დამთავრება უნდა. მე მას გუშინ 2 საათნახევარი ვესაუბრე. ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ვლადიმერ ზელენსკის მიმართ შეგვიძლია მისი კაბინეტის წარმომადგენლების სახეებზე წავიკითხოთ. მარკო რუბიოს, ჯეი-დი ვენსის და პიტ ჰექსეტის გამომეტყველება ზელენსკის საუბრისას კარგად ასახავს იმას, თუ სერიოზულობის რა დოზით ეპყრობიან ზელენსკის შეერთებულ შტატებში. ტრამპის და ზელენსკის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ნიუსი ის იყო, რომ უკრაინელების ბევრი ხვეწნის და მუდარის მიუხედავად შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინისთვის ტომოჰავკების გადაცემას არ აპირებს. არადა ამაზე Deep State-ის ევროპელი მარიონეტები დიდი იმედებს ამყარებდნენ. 20-50 ტომოჰავკის შორი მოქმედების რაკეტა ომის მიმდინარეობას არსებითად ვერ შეცვლიდა, მაგრამ ფორმალურად ომის ესკალაციის ახალი ეტაპი იქნებოდა. ამიტომაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი არ გადადგა. უკრაინული მხარისთვის კი ეს მორიგი მარცხი იყო, რასაც ისინი ბოლო პერიოდში საკმაოდ მიეჩვევნენ. ჩვენ თავად გვჭირდება ტომაჰავკები და სხვა ბევრი იარაღი, რომელსაც უკრაინაში ვაგზავნით. ომის დასრულების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა. საუბარია უძლიერესი პოტენციალის მქონე შეიარაღებაზე. ამასაც განვიხილავთ და იმედია, რომ აღარ დასჭირდებათ. იმედი მაქვს, რომ ომს ტომაჰავკების გარეშე დავასრულებთ და ამ პროცესთან საკმაოდ ახლოს ვართ. შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრეი ერმაკი ამბობდა, რომ ზელენსკის მთავარი პრიორიტეტი არა მხოლოდ ტომოჰავკების, არამედ შეიარაღების ახალი სისტემების შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევა იქნებოდა. საბოლოოდ კი შეხვედრის შედეგებით თუ იმსჯელებთ, ზელენსკიმ ვერც ტომოჰავკები მიიღო და ვერც სხვა სისტემები. ევროკავშირისგან განსხვავებით, ტრამპის ტაქტიკა რუსეთთან მიმართებაში დიპლომატიაა და არა იარაღის ჟღარული. New York Times-მა პრეზიდენტ ტრამპის და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გარეკანზე გამოტანილ სურათს შემდეგი სათაური დაურთო. უკრაინის ჩამქრალი იმედები. პარასკევს თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა უარყო ზელენსკის თხოვნა უფრო მძლავრი იარაღის მიწოდების თაობაზე. სანამ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდოდა, ის Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაქვემდებარებულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებს შეხვდა. Lockheed Martin-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ძალიან სჭირდებათ პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები და F-16 ტიპის საჰაერო გამანადგურებლები, მაგრამ ფულს ვინ გადაიხდის აღარ დაუკონკრეტებია. ზელენსკისთან შეხვედრამდე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის და პუტინი უახლოეს მომავალში ერთმანეთს ბუდაპეშტში შეხვდებიან, უკრაინის პრეზიდენტის გარეშე. ეს ზელენსკისთვის ერთგვარი ცივი შხაპი იყო. სიმბოლურია, რომ ალიასკის სამიტის შემდეგ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შეხვდებიან, რომლის ლიდერიც უკრაინის ომის დაწყების პირველი დღიდან მშვიდობის და დიპლომატიის მომხრე იყო. უნგრეთის სლოვაკეთთან ერთად ევროკავშირის სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს. ორბანს და ფიცოს ომის შეჩერებისთვის ცდა არ დაუკლიათ. შეხვედრის ადგილად ბუდაპეშტის შერჩევა ევროკრატიის და ბრიუსელის კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა იყო ტრამპის მხრიდან. რუსეთისთვის და მისი მმართველი პოლიტიკური რგოლისთვის დაწესებული უამრავი სანქციის მიუხედავად, პუტინი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დაუბრკოლებლად ჩავა. ჩვენ 2 კვირის ვადაში შევხვდებით. ძალიან მალე. მარკო რუბიო თავის კოლეგა ლავროვს შეხვდება. ისინი ძალიან მალე შეხვდებიან. ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბარი იყო. მე პრეზიდენტ პუტინს შევხვდები. ჩვენ უნგრეთში შევხვდებით. ვიქტორ ორბანი გვიმასპინძლებს.
გამოცემა El País-ი წერს, რომ ევროკავშირის კულუარებში პუტინის და ზელენსკის შეხვედრას ბუდაპეშტში პოლიტიკურ კოშმარად აფასებენ. სამიტის უნგრეთის დედაქალაქში ჩატარება ევროკავშირის და ნატოს დამამცირებელ მდგომარეობას შეაყენებს. უკრაინის პრეზიდენტის, ისევე როგორც უკრაინული პოლიტიკური კლასის სხვა წარმომადგენლების რიტორიკა რადიკალურადაა შეცვლილი ბოლო წლის მანძილზე. ადრე თუ მათ მშვიდობის ხსენებაც არ უნდოდათ, ახლა მათ მშვიდობის გამეორება უწევთ საუბარში ხშირად. მას შემდეგ, რაც ზელენსკი შეხვედრიდან ერთხელ უკვე გამოაგდეს და თეთრ სახლში აღმზრდელობით განმარტებითი საუბარი ჩაუტარეს წლის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტს ის გაკვეთილი კარგად დაამახსოვრდა. ამჯერად ზელენსკი ნახევარი საათი ალუდინეს, სანამ ტრამპი ანდრეი ბოჩელის სიმღერით ტკბებოდა. ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვამდე ჟურნალისტები უკრაინული დელეგაციის ზურგს უკან დააყენეს და სახით ტრამპისკენ, იმის დემონსტრირებისთვის თუ ვის უნდა ეპასუხა კითხვებისთვის და ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს შეხვედრაზე. ზელენსკი სტატისტის როლში იყო მთელი დღის განმავლობაში. ტრამპის ქედმაღლური და დამცინავი ტონი ზელენსკისადმი პრესკონფერენციაზე დაუფარავად ჩანდა. ხან ირონიული კომპლიმენტი უკრაინის პრეზიდენტის ჩაცმულობაზე. ზელენსკი თავის ქურთულში ლამაზად გამოიყურება. ის მართლაც ძალიან ელეგანტურია. ხან კიდევ უფრო ცინიკური კითხვა ზელენსკის თუ რას ფიქრობდა ალიასკადან რუსეთში გამავალი გვირაბის თაობაზე. რას ფიქრობთ რუსეთსა და ალასკას შორის გვირაბზე? მე არ ვარ ბედნიერი ამ იდეით. ეჭვიც არ მეპარებოდა. თანამედროვე ჟარგონით ეს ზელენსკის დატროლვას გავდა. ზელენსკი კი სკოლის მოსწავლესავით იყო გამწესებული, ვეღარ ბედავდა ზედმეტ კომენტარებს თებერვალში გამართული დიპლომატიური კატასტროფის მსგავსად. მას აღარ სურდა კიდევ ერთი საჯარო დამცირება, რადგანაც შეიძლება მძიმე პოლიტიკური ფასი გადაეხადა. იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა ნაადრევად არ დამთავრდა და ტრამპი კაი ხასიათზე იყო, ზელენსკი დაცინვას მაინც ვერ გადაურჩა. დასავლური პრესა ერთმანეთის მიყოლებით თეთრ სახლში ზელენსკის წარუმატებლობაზე წერდა. BBC, The Guardian და სხვა მედია საშუალებები უკრაინის იმედების მსხრევაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. პრესკონფერენციაზე ერთ მომენტში ზელენსკიმ მაინც სადაც ზღაპრების მოყოლა, რომ რუსეთის საქმე ცუდადაა და წარმატებები არ აქვთ. ბაიდენთან სტუმრობისას როგორც ლაპარაკობდა იმგვარად. საბრძოლო ველზე მათ არ აქვს წარმატებები და ეს კარგია. რუსულ არმიას დიდი დანაკარგები აქვს. ხალხს კარგავენ, ეკონომიკურადაც რთულად არიან. ვფიქრობ, რომ ახლა მნიშვნელოვანი მომენტი დადგა. ამას ამბობს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც სასაფლაოდაა აქცეული მთელი ქალაქები. შემდეგ ზელენსკი თვითონვე მიხვდა, რომ ამით შეიძლება ტრამპი გაებრაზებინა და რიტორიკა მომენტალურად შეცვალა. ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით. ჩვენი სატელეფონო საუბრის შემდეგ მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი მსხვილ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს. ისინი მზად არიან ჩვენი დახმარებისთვის უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების შემდეგ. ჯერ ზელენსკი მიმით დაიწყო, რომ რუსებს საქმე კარგად არ მისდითო და შემდეგ თვითონვე გააბათილა თავისი ნათქვამი, როდესაც აღნიშნა, რომ რუსეთმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გაგვინადგურა და დახმარება გვჭირდებაო. რამდენიმე წამში რიტორიკის კარდინალურად შეცვლა მხოლოდ ავანტიურისტებს შეუძლიათ. სწორედ ასეთი ავანტიურისტია ზელენსკიც და ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ყველა კარგად ხვდება. მაგრამ ერთი რამ აშკარად თვალშისაცემია. ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკელებთან შეხვედრებისას ზელენსკის საუბრის მანერა ძალიან შეცვლილია. ინგლისურად მისი მწირი ლექსიკის და მარტივი ფრაზების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტი მას ეს როგორც არ უნდა აღიზიანებდეს, მაინც ახსენებს ცეცხლის შეწყვეტას და ომის დამთავრებას. ასევე თებერვლის დიპლომატიური კრახის შემდეგ, როდესაც მაშინ ზელენსკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა მკაცრად მიმართა, რომ კამათის მაგივრად უბრალოდ მადლობა გადაეხადა, ყოფილ კომიკოს შესაბამისი დასკვნები გამოუტანია და პრეზიდენტ ტრამპს ხშირად ემადლიერება. შეერთებულ შტატებს უკრაინაზე ზემოქმედების უამრავი ბერკეტი გააჩნია. სადაზვერო ინფორმაციის მიწოდების შეჩერებით და Starlink-ის გათიშვით დაწყებული ზელენსკის რეჟიმის კორუფციული სქემებით დამთავრებული. სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ სოციალურ ქსელ X-ზე ზელენსკი კორუფციაში დაადანაშაულა. როგორც ჩანს, ზელენსკის ამერიკული დოლარების გამოყენებით ფინანსური სარგებლის მიღების გეგმა ჰქონდა. ის ყოველთვიურად 50 მილიონ დოლარზე მეტს რიცხავს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აგვისტოში თურქულმა გაზეთმა ID-Link-მა გამოაქვეყნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშები, რომლებიც მონაწილეობენ ზელენსკის მეგობრების კორუფციულ სქემაში, რომლის მიხედვით ყოველთვიურად დაახლოებით 50 მილიონი დოლარი ირიცხება ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში.
ეს ერთი რიგითი კონგრესმენის უბრალო განცხადება არაა, როდესაც ტრამპთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებენ უკრაინის პრეზიდენტს და მის გარემოცვას. ეს უფრო ზელენსკის მიმართ გაშვებული სიგნალია, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი ომის შეჩერებას და მშვიდობას არ დათანხმდება, მის წინააღმდეგ სხვადასხვა გამოძიებები დაიწყება ფულის მითვისების და კორუფციის ბრალდებებით. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტს დიდი არჩევანი არ აქვს. ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ ზელენსკი უკვე ცალკე აძლევდა ჟურნალისტებს ინტერვიუს. ოღონდ თეთრი სახლიდან მოშორებით, ფაქტიურად ქუჩაში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უკრაინული პოლიტიკური აქციების ფასი ძალიან დაეცა. ასეთ გარემოებებში სადაც ვართ, რაც გვაქვს ვეებერთელა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გავჩერდეთ იქ, სადაც ვართ. დიახ, პრეზიდენტი ტრამპი მართალია. უნდა შევჩერდეთ ახლა აქ, სადაც ვართ. ვინ იფიქრებდა 1-2 წლის წინ, რომ ზელენსკი ამას საკუთარი პირით იტყოდა? სად გაქრა უკრაინული გამარჯვების ილუზია? რა მოუვიდა დამარცხებულ რუსეთს? რა შეეწირა ასობით ათასი უკრაინელი, თუ მაინც იგივე შედეგი უნდა დამდგარიყო, უფრო მეტი დაკარგული ტერიტორიით? ამ კითხვებზე ზელენსკის პასუხისგაცემა ნამდვილად მოუწევს. საკითხავია სად? პრესკონფერენციაზე თუ სასამართლო დარბაზში. როგორც ბრიტანული Financial Times წერს, ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაძაბულად წარიმართა. როგორც გამოცემა იუწყება, ტრამპმა ზელენსკის მოთხოვა, რომ დონბასის რეგიონი პუტინს დაუთმოს. სანაცვლოდ კი ხერსონის და ზაპოროჟიის რეგიონების მცირე ნაწილს მიიღებს. ტრამპმა ასევე გააფრთხილა ზელენსკი, რომ თუ ის არ დათანხმდება პუტინის პირობებს, რუსეთი უკრაინას გაანადგურებს. Deep State-ის ევროპელმა მარიონეტებმაც აღიარეს, რომ ტრამპი ზელენსკის შეხვედრა ისე არ წარიმართა, როგორც მათ სურდათ. ფრიდრიხ მერცმა უკრაინისთვის ევროპული დახმარების აუცილებლობაზე განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ Deep State-ი ევროკავშირის ხელით ომის გახანგრძლივებას არ იშლის. ოდიოზური უკრაინელი პოლიტიკოსი, ქართველი რადიკალების მეგობარი ოლექსეი გონჩარენკო, რომელიც ჩვენ მოგვიწოდებდა იარაღის ხელშეაღებას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, Вы соскучились? თქვენ მოგენატრათ სოხუმი და ცხინვალი და თქვენ გინდათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ზელენსკის მსგავსად იმდენად განსხვავებულად ალაპარაკდა, რომ ცოტა ძნელი დასაჯერებელია. We need to stop the war. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, რაც შეიძლება მალე. ჩვენ უნდა დავამთავროთ ეს ომი და ეს ვერ მოხდება პუტინთან საუბრის გარეშე. ცხადია, რომ პუტინი არ დაელაპარაკება უკრაინას. ის ჩვენ არ მოგვისმენს. მხოლოდ ტრამპს და ჩინეთის ლიდერს შეუძლიათ პუტინზე ზემოქმედების მოხდენა, ეს ომი რომ დასრულდეს. ზელენსკი ისეა ჩაბღაუჭებული ძალაუფლებას, რომ Deep State-ის დავალებით ომს ყველა შესაძლო საბაბით აგრძელებს. ნებისმიერ ესკალაციაზე მზადაა და მესამე მსოფლიო ომზეც ოცნებობს. მაგრამ ტრამპს სხვა გეგმები აქვს. ის ხშირად იმეორებს, რომ ეს ომი არც არასდროს არ უნდა დაწყებულიყო და ბაიდენს ადანაშაულებს ამაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ ომის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ნატოს გაფართოება იყო და უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოს წევრობაზე. ზელენსკი შეერთებული შტატებიდან ტომოჰავკების და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დაბრუნდა. დრო ახლა უკრაინის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. რას მოიტანს ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა, ამას წინასწარ ვერ ვიტყვით. შედეგებზე სპეკულირებაც არასწორი იქნება, მაგრამ ინფორმაციამ უკვე მოიტანა ის რეალობა, რომ ევროკავშირი თავისი ბიუროკრატიით სრულიად გათიშულია ყველა პროცესიდან. თან იმ პროცესიდან, რომელიც მის კონტინენტზე ხდება და უშუალოდ მას ეხება. სწორედ ეს არის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკის შედეგი, როცა სახელმწიფოს ლიდერები ყველანაირ ფუნქციას კარგავენ, გარდა Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის მარიონეტების ფუნქციის შესრულებისა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.